ხართ ჩემო მეგობრებო, ჩემი პატივისცემა და მადლიერება თვითონ თქვენთაგანს. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. განსაკუთრებით ხელს გიქნევთ ემიგრანტებს. მადლიერება დიდი ჩემგან თქვენ. განსაკუთრებული მადლიერება ადამიანებს, რომლებიც გამოხატავთ უკავშირს თქვენი დონაციით, თქვენი თუნდაც უბრალოდ ლაიქით, კომენტარით, გამოწერით. 1000 მაგათ დაგბრუნებოდეთ თვითონ თქვენთაგანს ყველა ის ენერგია, რა ენერგიაც, ასე ვთქვათ, ჩემს მიმართ ატარებთ, ხო? და განსაკუთრებული მადლობა ნდობისთვის, რა თქმა უნდა. და მოდით ვნახოთ ასეთი გაშლა. აი ამ წუთას რომ თქვენს გვერდით იყოს ადამიანი, ხო? აი ამ წუთას რას გეტყოდათ? რისი თქმის სურვილი ექნებოდა ამ წუთას თქვენს გვერდით, ხო? პირველი, მეორე, მესამე. რას გეტყოდათ ადამიანი? რას გეტყოდათ ადამიანი და იმას, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდეთ, რომ ადამიანმა უკვე აღარ იცის რა არის სწორი, რა არის არასწორი, რომ კი დააშავა, რომ კი გააფუჭა, რომ კი რაღაც თითქოს ოღონდ ეს არ იყო ერთმხრივი და ცალმხრივი ის რაღაც დონეზე გეტყოდათ, რომ თქვენ შეცხედავს გარკვეულ წყვილს ამ ურთიერთობის გაფუჭების, ამ რაღაცა სიტუაციის, ასე ვთქვათ, არევის, მაგრამ ამავდროულად გეტყოდათ იმას, რომ ძალიან უნდა რომ თქვენთან ნახეთ მართალი იყოს. მორალურად არ უნდა რომ თქვენ მას ხედავდეთ როგორც ორპირდა, ასე ვთქვათ, არასწორ ადამიანს, ეს ძალიან აწუხებს. კი, იცის თავისი წილი დანაშაული, თუმცა თქვენშიც აქვს ამისი მომენტი და ამას გეტყოდათ აუცილებლად და ამავდროულად იმასაც იტყოდა, რომ მას არ უნდა რომ თქვენ რაც არის ის კი ბატონო, მაგრამ 1000 მაგათ მეტად არასწორად შეაფასოთ, ამას გეტყოდათ. გეტყოდათ, რომ არ გრძნობს თავს კარგად, რომ რაღაც გარკვეული მენტალური პრობლემები აქვს, დეპრესიული ფონი აქვს, რომ სასწაული მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან და ეს მიჯაჭვულობა ჯერ კიდევ არსებობს. და რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს, სამსახური იქნება ეს თუ მისი ყოფიერი ყოველდღიური სიტუაცია. ასე ვთქვათ, ის მაინც მისი შთაგონების წყარო ხართ, ხო? მისი რაღაცა ინსპირაციის ძალა ხართ მისთვის და გეტყოდათ, რომ თქვენ მისთვის იყავით თუ ხართ? მოდი აბა მითხარით, არა იყავით. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ძალიან ასე ვთქვათ, აი უპირობოდ გამცემი და პირობოდ დამხმარე ადამიანი ხო მის ცხოვრებაში, ძალიან დიდი დასაყრდენი იყავით ემოციური და გეტყოდათ იმას, რომ დღეს ის ემოციურ სიმარტოვეს განიცდის, ხო, ის დღეს თვითგამოკვევის პროცესია, ის დღეს ცალკეა, განრიდებულია ყველას და ყველაფერს და რომ მას ამ ეტაპისთვის შეიძლება სულაც არ აქვს ისე სიტუაცია, როგორც თქვენ შორიდან შეიძლება ფიქრობდეთ. მადლობა პირველ ვარიანტს. ვნახოთ მეორე ვარიანტი. რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? რას გეტყოდათ და იმას, რომ კი ბატონო, მე წავედი, მე დავიღალე, გადავწყვიტე, რომ უკეთესი იყო იმ მოცემულობაში ჩვენი დაშორება, რომ იმ მომენტში დამძლია რაღაცა მოკაშკაშა შუქმა, რაღაცა სითბომ, ხო, რაღაცა სიფერადემ და იმ ნერვიულობას, იმ ასე ვთქვათ,
ნეგატიურ ენერგიებს უნდა გავშორებოდი, უნდა გავცლოდი, იმიტომ რომ მე მქონდა არჩევანი, იმიტომ რომ რაღაც უნდა გადამეწყვიტა, იმიტომ რომ კი შესაძლებლობა მქონდა შეთანდარჩენისაც და წასვლისაც, მაგრამ რა მითხარი, რა ხო, მაგრამ ნუ რაღაცა მატერიალურმა მომენტმა გადაწონა. აქ შეიძლება მეგობრებო, მანძილზეც არის უბრალოდ იმის გულისთვის ეს არკანი, ხშირად ნიშნავს ხოლმე სამსახურებრივ მომენტსაც, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, აი მივლინება ხო, გადაადგილება რაღაც ახალი, აი ამ ენერგიის მატარებელიც არის, შეიძლება უბრალოდ ადამიანის შორს არის, მანძილზეა, სხვა ქვეყანაშია და ამას გეუბნებათ, რომ უნდა მიეტოვებინეთ რა, ანუ იმიტომ უნდა აეღო პაუზა, იმიტომ უნდა დისტანცირებულიყო, რომ მისი მატერიალური სიტუაციისთვის ასე იყო საჭირო, გეტყოდათ, რომ თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, მისი მოტივაციის წყარო ხართ, მისი ძალა ხართ და რომ უთქვენოთ ის აი ამ სიტუაციაში, აი ამას გეტყოდათ. მეორე ვარიანტს მადლობა ასევე და მესამე ვარიანტი. რას გეტყოდათ ადამიანი, ხომ? ახლა რომ შესაძლებლობა ჰქონდეს აი ამ წუთას და გადაიყარა რამდენი არკანი ერთად. და მოდით რა არკანებიც გადაცვივ და იმ არკანებს დავდებ, ხო? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან დღემდე სავსეა თქვენზე ემოციებით, დღემდე ახსოვს თქვენთან გატარებული ყველაფერი, მთელი დრო და ყველაფერი, რომ თქვენთან ურთიერთობით ძალიან ბევრი ისწავლა, ამ დასტაში ეს მანიპულატორი არ არის ცალსახად, რომ იცოდეთ, მაგი ამ დასტაში მანიპულაციებს არ აღნიშნავს, უფრო სწავლა, უფრო განვითარება, უფრო რაღაცების ჩაღრმავება, გაცნობიერება და გეტყოდათ, რომ მან თქვენთან ურთიერთობით ძალიან ბევრი რამ ისწავლა, რომ აი ნახეთ რამდენი მაღალი არკანია, რომ მან ასია თუ ისია გარკვეულწილად მოახერხა დაბალანსება, მოახერხა რაღაცა ოქროს შუალედის პოვნა, რომ ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად ასე ვთქვათ, აი როგორი მომენტი იცით, უნდა ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა, ხო, ანუ ზედმეტად არც ემოციები გამოეხატა, არც იცივე, ანუ აი ოქროს შუალედში, ხო, გეტყოდათ, რომ თქვენ მისთვის შეიძლება ცოტა ეგოისტიც იყავით და ასეც ხედავდათ ადამიანი, ან თვითონ მოიქცა ეგოისტურად, ან რაღაც საჯაროა გაშლა და მე ამიტომ ვამბობ ანანს, ხო? რაღაცა ოჯახის მომენტი იყო, რაღაცა ოჯახმა გადაწონა, ოჯახურმა მომენტმა და მოუწია ამის გამო, ხო, რაღაცის გამო გადაწყვეტილების მიღებამ და გადაადგილებამ და გეტყოდათ, რომ კი გადაადგილება ყველა ვარიანტში და გეტყოდათ, რომ თქვენ მისთვის ძალიან ისეთი ბედნიერი და ისეთი აღმაფრენის ემოციების მიმცემი ადამიანი ხართ და რომ დღემდე აქვს თქვენთან მიჯაჭვულობა და დღემდე აქვს რაღაც ისეთი ანუ ნახეთ ემოციური ლტოლვა, ხო, სექსუალური, ხო, ეს ცალსახად ამ არკანით. ხო, ეს არის მესამე ვარიანტიც. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ დროებით.